არის დედამიწაზე წუთები, როცა გრძნობ, რომ მხოლოდ და თუნდაც ამისთვის ღირს სიცოცხლე, რომ ადამიანებს თუ ისინი მოინდომებენ, შეუძლიათ თანხმობით, სიყვარულით და ერთობით იცხოვრონ. ეს ამგვარი წუთები იყო. 2009 წლის 19 სექტემბერი. დილიდან განსაკუთრებული ხალხმრავლობაა ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიაში. პატრიარქის მოლოდინის სიხარული ისე, როგორც არასდროს აერთიანებს ადამიანებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებს, უბრალოდ ყველა ადამიანს. პატრიარქის მანქანა გიმნაზიის ეზოში შემოდის. გიმნაზიელები სუნთქვა შეკრული უმზერენ უწმინდესსა და უნეტარეს, ილია მეორეს. ზუგდიდ ცაიშის ეპარქიის წინამძღოლი, მიტროპოლიტი გერასიმეც აქ არის. ზუგდიდ ცაიშისა და სხვა ეპარქიების მღვდელმონაზვნებიც, ერი და ბერი. ეს არის ერთობისა და სიყვარულის ულამაზესი წუთები. გიმნაზიელები ნამდვილ ცეცხლს ანთებენ საგანგებოდ გაწყობილ სცენაზე. თითქოს მადლიანი ქართული ცეკვით ესაუბრებიან პატრიარქს. ისევ ძლიერიაო კოლხური გენი. შემდეგ გიმნაზიის მგალობელთა გუნდი ღირსარსით მიაცილებს პატრიარქს გიმნაზიის დარბაზისაკენ. იქ მას პირველი გიმნაზიელები, მასწავლებლები, უამრავი სტუმარი ელოდება. უწმინდესი შეკრებილებს მიმართავს. სარჩინება ასევე სულიერი იქნება მეტად მაღალ დონეს. მე იმედი მაქვს, რომ მისი მაღალყოლობის სამხედროება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე სათანადო ყურადღებას აქცევს ამ სასწავლებელს, რადგან ეს მომავალია საქართველოს. საერთოდ სკოლებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ და სკოლების მასწავლებლებს ყველაზე დიდი ხელფასი უნდა ჰქონდეს. ისინი უნდა იყვნენ მოსიყვარულე ბავშვების დახარებული იყავით და ნიშნად ჩვენი დიდი თაყვანისცემისა და სიყვარულისა მე მინდა გავუხსენთ უნიკალური წიგნი, რომელსაც ეწოდება მათელი ქრისტესის საქართველო. საოცარი გარემო ტრიალებს დარბაზში. რწმენაში ერთობა აძლიერებს შეკრებილებს. ჯერი უკვე მასპინძელზე დგება. ჩვენი პირველი გიმნაზიელების ოცნება. ისინი წერილებს წერდნენ თქვენ უწმინდესობასთან. ოცნებობდნენ თხოვდნენ თქვენ ჩამობრძანებას. თქვენი ჩამობრძანებითო დაილოცებაო მთელი სამეგრელო, ყველა ქალაქი, ყოველი ალაგი მისი. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ დღეს მოგზავნით, აქამდეც თქვენი ლოცვა კურთხევის მადლი ეფინებოდა ჩვენს კურთხეს და ჩვენს გიმნაზიასაც. ჩვენი გიმნაზია რომ შეიქმნა დიახ, რა თქმა უნდა, მთელ საქართველოსთან ერთად ჩვენს კურთხეს და ჩვენს გიმნაზიას. 1995-96 წლები ეს იყო ჩვენი ქალაქისთვის რემის წლები და ჩვენ მაშინ დავიწყეთ გიმნაზიის შექმნა. მაშინ ჩვენი არავის არ ჯეროდა, მაგრამ ჩვენ თქვენი ჯეროდა, თქვენი უწმინდესობა და თქვენ ქადაგებებს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებოდით. ძალიან ბევრი შეურაცხყოფა გადაგვიწევია, დიდი სიძნელეები გვხდებოდა, მაგრამ ჩვენ მაინც მივახციეთ ჩვენსაც და ეს იმიტომ, რომ ყოველთვის ვცდილობდით თქვენი მოწოდების ხვალდაკვალდულო, ყველგან ვეშურებოდით თქვენი ქადაგებების მოსმენას. ეს იყო სემინარიასა და აკადემიაში თუ ინტელიგენციას და ყოველთვიურ შეხვედრებზე. ეს ძალიან სასარგებლო იყო ჩვენთვის. და ჩვენ
ეხლა უკვე ჩვენი გიმნაზია 350 მოსწავლეს ითვლის. მათ შორის პირველკლასელები 80-მდე არიან. ჩვენი პირველი კურსდამთავრებულები სასულიერო სემინარისა და საერო სასწავლებლების სტუდენტები არიან. თქვენ უწმინდესობა, მე მინდა საზოგადოებას უთხრა, რომ შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელია ღვთისმეოხებით და მე მინდა კიდევ ერთი რამ გითხრათ და მადლობა გაგიხადოთ ყველაფრისათვის. Თქვენი ლოცვა-კურთხევის შედეგია ჩვენი გიმნაზია და იმიტომაც რომ ჩვენ მართლა შეეწევნით ჩვენი სასულიერო დასი ცხუმაფხაზეთისა და ზუგდიდ ცაიშის სასულიერო დასის ჩვენს მოზრებთან ერთად შევძელით ჩვენი სასწავლებლის შენება, დამკვიდრება და როცა კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, როცა ჩვენი არავის არ ჯეროდა ჩვენ და როცა ჩვენ ვეცემოდით ამ სიძლიერეებისაგან ძალიან გულდაწყვეტილები რომ იყავით, მაინც ისევ ვდგებოდით და თქვენ ბრძანდებოდით ჩვენი წამომყენებელი და მე მინდა გავიხსენო აი ეს მომენტი, როცა საპატრიარქოში ერთხელ ვიყავი ამ გიმნაზიის საფუძველზე მისული, ჩვენს მეუფესთან ერთად იხილეთ კიბეებზე ჩამომავალი და იმენა დაუტემნელი სიხარული მეწვია, რომ მე მაშინვე გამოვიქანე თქვენკენ. მეუფე ალბათ იმის თქმას თუ მოასწრებდა, რომ საშიში ადამიანი არ ვიყავი და ჩვენ მაშინ აღიმებულმა ისე თბილად და ისეთი სიყვარული ჩავიკარით გულში თქვენ უწმინდესობამ, რომ ყოველი სიძნელის მერე როცა მე აი ესეთი დამცირებული ხალხთან და ძალიან ხშირად და მამებიც კი მავშვიდებდნენ რომ მარიკა დავანებოთ თალი არ გამოგდის ეგ საქმეო, ჩვენ მაინც ვდგებოდით და თქვენი წამომყენებელი თქვენ ბრძანდებოდით. თქვენი გულის სიტყვა მარჯვნივებდა და მავსებდა. ეს მთელი საქართველო ყავთ თქვენ გულში ჩაკრული, თქვენ უწმინდესობა. ყოველი ქართველი თქვენი გულის სიტყვით ცოცხლობს, სულთმულობს, ჩვენ გვეიმედებით, ჩვენ გვჯერა, თქვენი ლოცვა კურთხევით, ჩვენი ღვთისადმი ერთგულებით, ერთმანეთის სიყვარულით, გამთლიანდება, გაძლიერდება და გამწირდება საქართველო. თქვენი ლოცვა კურთხევა არ მოვაგდო თქვენ უწმინდესობა. მე მახსოვს თქვენი ანგელოზის დღეს ბრძანეთ. ჩვენ ერთმანეთს უთქერთ, უყურებთ და ამით სიხარულს და ბედნიერებას გამივცდითო. ოღონდ თქვენ ბრძანდებოდით ჯამრთელად. ოღონდ თქვენი ლოცვა კურთხევა არ მოვაგდოთ და ჩვენ ქართველი ნედები განსაკუთრებით შევძლებთ ჩვენი შვილები ისე აუზარდოთ, რომ მათ თამამად გაიმეოროთ. სული ჩემი ეკუთვნის ღმერთს, გულის საქართველოს. მე თქვა დაგლოცოთ თქვენ უწმინდესობა. მადლობა უთხრობ თქვენი მოვლენებისათვის. მრავალზავია თქვენი სიცოცხლე. ასე მეორე ხალხი თქვენ უწმინდესობა. გიმნაზია მოკრძალებულ საჩუქარს უძღვნის უწმინდეს. მე უცრემლოდ ვერ წერ თქვენზე, სხვა სიყვარულს ვეღარ ვიტეხ. უწმინდესო ტკბილო მამა, თქვენი ლოცვით წყალობს ქრისტე. საქართველო გავწყინდება, ეს სიტყვები სასუსხმადებს. ცოდვილ თუ ღირს შეგვეწიე, უმეცრება გავიბრუნდე. თითო ცხოველს დახკანკალებს, სამწყსოც მორჩილ მზერას გამბრუნდე. მტრისუღელი აგვარიდე წმინდა მოცვი პატრიარქო. ტკბილო მამა, სასოვერის, უფლისაკენ საგვეგული. ლოცვა ფარა დაგვაფარე სიმართლისთვის მწყურვა მშიერი. ქართველობა დალოცვა, რჩეულობა მადლის აქვთო. ღვთის სიყვარულს ქართველერში ვერაძალავერ ჩააქროს. დაგლოცე და გვიწინამძღვრე, ივერც წმენის მძლავრობისო. დღეგრძელიკა, ზეგრძელიკა, მე უკვე გამწვიდას. ეს სიტყვები ამოქარდეს ჩვენმა ამჯერად მონხევრით აწონებენ თავს პატრიარქს გიმნაზიის მგალობელთა გუნდის წევრები. პატრიარქის სახეს ღიმილი და სითბო არ შორდება. კიდევ ერთხელ მადლობა მოგახსენოთ ყველას ამ თბილი კი არა სპეციალური შეხვედრისა და მინდა მადლობის ნიშნებს ჩვენი პატრის სემის ნიშნებს ილესტორი დავაჯილდო
ოქროს ბეჭდით. ბეჭედზე აწერია მერთმა დაგლოცოთ ილია მელო. უწმინდესა და უნეტარეს მრავალჟამიერი და სხვა სიყვარული მიაცილებს გიმნაზიიდან. არა, დედამიწაზე ნამდვილად არის წუთები, როცა გრძნობ, რომ თუნდაც და მხოლოდ ამისთვის ღირს სიცოცხლე. უწმინდესი სტუმრობა წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიაში სწორედ ამგვარი წუთები იყო.